გვიან ღამით რესტორან ქვევრში სროლა იყო. გავრცელებული ინფორმაციით რესტორნის მეწილემ ლაშა ბასლანძემ კიდევ ერთ მეწილეს ზურაბ ტიბუას სცემა და უმისამართოდ ისროლა. ბასლანძე ტიბუას სავარაუდოდ წილების დათმობა სთხოვდა. მომხდარზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ოცნებასთან დაახლოებული ბასლანძე ამ დრომდე არ გამოუკითხავთ. პოლიციას ჩვენება ჯერჯერობით მხოლოდ ზურაბ ტიბუამ მისცა. ღამით უკრაინაზე რუსეთის თავდასხმების გამო პოლონეთმა საბრძოლო თვითმფრინავები ააფრინა და სარადარო სისტემები მაღალი დონის მზადყოფნაზე გადაიყვანა. თავდაცვის უწყების ცნობით საჰაერო სივრცის უსაფრთხოებაში ჩართული იყო F-35 ტიპის მოიერი თვითმფრინავები. რუსეთი სულ უფრო ღრმად იჭედება ომისა და ტერორის ლოგიკაში, აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი და ღამით უკრაინის მასშტაბურ დაბომბვას ეხმაურება. მაკრონის თქმით, საფრანგეთი გააკეთებს ყველაფერს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის. პოკროვსკის და დობროპოლსკის ფრონტის მნიშვნელოვანი ნაწილი დეოკუპირებული, აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. ალექსანდრ სირსკის თქმით, რუსეთმა პოკროვსკის მიმართულებაზე ყველაზე დიდი შეტევითი ჯგუფი შექმნა, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი აღადგინეს 26 კვადრატულ კილომეტრზე. სლოვაკეთის პრემიერი აცხადებს, რომ პუტინმა მას დაუდასტურა მზაობა ზელენსკის ნებისმიერ ადგილას შეხვდეს და არა მხოლოდ მოსკოვში. რობერტ ფიცო პუტინს გასულ კვირას ჩინეთში შეხვდა. ჯერჯერობით უცნობია უკრაინის პასუხი ფიცოს ამ განცხადებაზე.